Გვირფასო მეგობრებო, ჯერ ბათუმში ვერ ვახერხებ წასვლას სამაგიეროდ. ბათუმელი ბულბული მოვიწვიეს, სტუმრად მივესალმოთ ლაშა ღლონტი. დიდი მადლობა ლაშა მობზანებისთვის. ძალიან გამიხარდა შენი სტუმრობა, რა თქმა უნდა და ხო ხედავ, აი ივნისში დაგპატიჟე, იმიტომ რომ აგვისტოში ბათუმელები არ პასუხობთ ხოლმე თბილისიდან შემოსულ ზარებს. ვინ გითხრა ეგ სიცრუეა. უყურე რატო არა მეც ხუმრობ მეც. უბრალოდ ბათუმელები ასე ამბობენ რომ ის ბათუმელი არ არის ნაღდი ბათუმელი, რომელიც საფულში შვებულებაში გადის, იმიტომ რომ არ უმასპინძლებს სტუმარს და ეს არ არის ბათუმური ნამდვილად. ნამდვილად ასეა და ბათუმელები სხვანაირია. ეს ყველა ბათუმელს ეხება, მაინც რო ვიცოდე. ამიკოსაც მათ შორის. ამიკოსაც მათ შორის. რა თქმა უნდა. გენაცვალე. ესე იგი, ხო ხედავ ამიკო, ბათუმელები როგორ მიყვარს ზოგადად და როგორ გიждები თუ იმსახურებენ ის ადამიანები. მეც რას დავაკვირდი ხა რომ შემოვდიოდი მუსიკა რო იყო სხვა ჩანაწერებიც ნახე მაგ და ამას ცოტა ჩქარა უკრავენ და მე მძიმე დრო შემოვდიოდი შეანელეს ცოტა ისეთი. იმიტომ რომ ნიჭიერები არა ნიჭიერები არიან რიტმს აუწყოს. რა თქმა უნდა, გენაცვალეთ. გაიხარეთ. ჩვენ ბენს დიდი მადლობა. დათო იგულისხმება აქ მისი ადგილი სულ ცარიელია ხოლმე ყოველთვის და სულ მასზე ვფიქრობ რა თქმა უნდა როცა არ არის. ესე იგი შენ ხარ ბათუმის საპატიო მოქალაქე და რა თქმა უნდა სრულიად დამსახურებულა და კიდევ ერთხელ გილოცავ. დღეს დაგუშინარიყო, მაგრამ როცხა იყო, კარგად იყო. მაგრამ არსებობს კიდევ ასეთი წოდება ბათუმისთვის საპატიებელი მოქალაქე და ბენჩი ყავს ჩვენ მაგალითად. თავარია უპატიებელი არ იყოს და ხო, უპატიებელი ჯერჯერობით არა. საპატიებელია ეს. ისე ბათუმელმა გიშველა. ჩვენ ბათუმელები ერთმანეთს შველით და აპასნი ხალხი. აი, გაისაუბრეთ ერთმანეთთან, თუ გინდათ აბატონო, აბა? ვინ გინაცვალე. გეყურბანე, ხომ არა ყველაფერი კარგია? კი, ყველაფერი კარგია და პრობლემას ვერ ხედავ, არ მეიკითხო მაინც. მე გენაცვალეთ, რაც იცით რა. ამას გონია რომ რაც ხარ გითხრა ახლა. ხო, რა. გეიმასხრა და ჩვენც გოცინო. ხო, რა, არის გადავიდე შემდეგ კითხვას, თორე არ მიდის ჩემი საქმე. ვაფშე რა ვქნა, იცი, აი დადეკ შენ დადეკი და მაშინ მოიაგედა ჯექი და ვილაპარაკოთ. ისე მართლა რა ხდება? ხო, რა გია წადი რა. აბატონო. არ გიხდება ახლა ეს ადგილი, მაგრამ იყოს. შენ გენაცვალე. გამნერვიული ხედავ. არა უშავს. მე ექიმი ვარ და ხვალ მიმფერწამალს დაგალებიებ, აღარ გაგანგალდები. გიხდება რა. ასე კაი კი ამარა რა, იცი? ახლა იგი მომთხოვს ასლარს და არ მინდა მასე არ მაწყობს. ჰაბიჯო, მოიაგერ, ჰა. ეხლა ერთი ჩამჭრელი კითხვა მაშინ, ჩემო ლაშა, საკმაოდ რთული კითხვა უნდა დაგისვა. როგორ ფიქრობ, აი, ვინ უფრო პოპულარულია საქართველოში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, აჭარიდან წამოსული ჩვენი ესეთი ცნობილი ხალხისგან, ლაშა ღლონტი თუ ბერიძე აჩიკო? რა თქმა უნდა, ამიკო. ნახე, როგორ გაგირიქვა უწერ? კი ბატონო, გეთახმები. სხვათა შორის ახლა როგორც მე ვიცი, ყველა აჭარელი ბავშვობიდან მეზღვაურობაზე ოცნებობს და ყველაფერს აგერ. ამიკოც კი და შენ რატომ იოცნებე და რატომ აიხთინე ეს სურვილი ექიმობის და მე მომღერალი როგორ გახდი? აი, როგორ მოხდა ეგ ამბავი? ექიმობისაც ვერ ავიხთინე, იმიტომ რომ მომღერალი გავხდი მე. ასე გამოვიდა. ფაქტიურად. კი, ხო და ახლა მეზღვაურობა მაინც ახლა ჩემი წონის ადამიანი და ესე იქ ცოტა მოქნილი უნდა იყოს, ეს უნდა იყოს რაღაცნაირი რა. მაგის ამბავი. მეზღვაურობა მაინც ცურვაც ისე არ ვიცი ახლა თლათ კარგად რა, რომ გითხრა რომ
ოლიმპიური ჩემპიონი ვარ მეთქი არა ისე რა ბათუმელის პირობაზე კი ვიცი მაგრამ ბათუმელებს არ გვიყვარს რატომღაც გასვლა ზღვაზე რაღაც ესეთი ტალღები თუ არ არის არ გადიხარ დავაკვირდი ამას რაღაცა ხო რაღაცა არ გვიყვარს ხოლმე რა ვიცი დინარე გვირჩევნია ხო დინარე გვირჩევნია კი დინარე გვირჩევნია საინტერესო მოვლენა კი მართლა საინტერესოა ვერახსენი ვერაფრით რა ბათუმელებს არ უყვართ ამას სამკე გადაცემა უნდა დავუთქვოთ აშკარად გამოვიყუროთ უმეტესობას მე არ ვამბობ ყველას რა თქმა უნდა კიდევ კარგი აი რაღაცა ახლა მამაჩემი მაგალითად ზღვაზე არ დადიოდა არ უყვარს რა ჩვენ რატო ვიკლავთ ხოლმე თავს ესე იგი ეს ო იმიტომ რომ იქ არ ცხოვრობ და სადაც არ ცხოვრობ იქ გინდა ხოლმე რა ეგეც მართალია კი ბატონო ესე იგი აი ხა თბილისში ხო ცხოვრობ კი ეხლა მთაწმინდაზე რამდენჯერ ახვედი აი თუ სტომარი არ ჩამოგივიდა და რაღაცა მარტო ადიხარ ხოლმე დადიხარ ხოლმე აი დაახლოებით ესეთი სიტუაცია ხურა ჩამაფიქრა შემწვა აი ბატონო ვიფიქრებ და გამოვასწორებ მე ამ მდგომარეობას აუცილებლად კი ეგრე არის ну ახლა რა თქმა უნდა რომ ბევრი ძალიან საყვარელი სიმღერა გაქვს ყველასათვის საყვარელი სიმღერა მაგრამ აი მომნატრები ხარ ფიქრებს მაინც განსაკუთრებული ადგილი უჭირავს და აი ისეთი მაგარია რომ აი რამდენჯერ უნდა უსმინო არც დამითვლია პატარა გადავაკეთე მაგრამ მართლა ეგრე აი ვერც კი ფიქრობ და ვერც კი ითვლი იმდენჯერ მაქსიმ ღერამ დათო არჩვაძემ მაქსიმ ღერით რატომ ჩემთვის დაწერა ეს სიმღერა, ჩემ ხმას მოარგო და ნანაცინცაძემ ტექსტი და ისე მოეწონა რომ თვითონაც დაიწყო სიმღერა. არა, რა თქმა უნდა, 15 წლის არის ეს სიმღერა უკვე და ფაქტიურად ამ სიმღერამ რადიკალურად შეცვალა ჩემი ცხოვრება. აბსოლუტურად 15 წლის წინ ყოფილა. შეცვალა. თითქოს გუშინ იყო, მართლა პოპულარობას რომ არ კარგავს, ყოჩა დათო არჩვაძეს, ნანაცინცაძე და შენ რაღაც. მადლობა მაგ ადამიანებს. უნდა უმადლოდე მთელი ცხოვრება. კარგი, მაშინ ცოტა ისეთ საჭირბოროტო საკითხებზე გადავიდეთ. როგორ ფიქრობ ახლა დღევანდელ შოუ ბიზნესს მომღერლობა უფრო ჭირდება თუ მკურნალობა? არა, მკურნალობა არ ჭირდება, კორექტირება ჭირდება. კორექტირება ჭირდება. უფრო სწორად მე თუ სერიოზულად მეკითხებით, ჭირდება ბევრი პროდიუსერი და ისეთი ადამიანი, რომელიც მარკეტინგის კუთხით შეფუთავს მუსიკალურად პრობლემა არ არის. პრობლემა არის ამის კარგად მიწოდება და კარგად შეფუთვა ასე. კარგად შეფუთვა და მე მგონი გამოჩნდებიან ადამიანები, არიან კიდე ოღონ ძალიან ცოტა, გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც ამას შეფუთავენ და კი ბატონო, აი ამიკო რომ შევფუთოთ და რომ გავაგზავნოთ სადმე შეიძლება. არა, ამიკო ისეთი შეფუთული და გადაფუთულია. ოღონ გავაგზავნოთ და გინდა შეფუთულად, გინდა შევფუთავად. რაც უნდა თქვა ეხლა ამიკოზე ხო იცი? ორ ადამიანს დავიცავ, ამიკოს და მამიკოს. ხო იცი? აჩიკოს რა თქმა უნდა, მაგას ვერ ნაცვალე. კი ბატონო, ესე იგი შენ მუსიკალური და სამედიცინო სფერო გაქვს ასე ვთქვათ მოცული სამედიცინოს მოუწყდი. ფაქტიურად ბოთი, მაგრამ მაინც ხო რა, შინაგანად ხო მაინც გაქვს რაღაცა, ანუ იმის თქმა მინდა რომ ყველანაირი გზით გინდა ხალხს რომ დაეხმარო ხო? კი რა. სამკურნალო მიმართულებითაც და სმენადობის მიმართულებითაც. კი, იმიტომ რომ კარგი სიმღერა, მართლა მკურნალი რომ არის, ეს ახლა მადლიერი პაციენტის და მადლიერი მსმენელის თვალები ერთი და იგივეა ჩემთვის. აბსოლუტურად გეთანხმები. ეხლა ეს ბათუმელების ურთიერთობა გავიგე აგერ, როგორი მხარდაჭერა გაქვთ ერთმანეთის, როგორი ურთიერთგაგება გაქვთ და სიყვარული გაქვთ. აი ბათუმელებს და ჭიათურელებს როგორი ურთიერთობა გაქვთ? აი ვისი თქმა შეგიძლია თქვენს ურთიერთობებზე? ბათუმელებს და ჭიათურელებს, რა ვიცი, შეხების წერტილები ნაკლებად გვაქვს. ნაკლებად. აი ეხლა ისეთი შეხების ორი წერტილი გექნება ჩვენი ტროლის და ბოტის სახით. რომ აი ვნახოთ იქ როგორი ურთიერთობა ჩამოყალიბდება თქვენ შორის. ტროლი და ბოტი სტუდიაში. ხო გითხარი, რა გინდა ამიკო რა? ხო გითხარი ამასთან გამოიყვანა მათ თქო რა გჭირს. აი ჩვენი დროს დადგა. აბა ბიჭებო, თქვენიც. ჰეონიშე, დაუფრთხოთ ლაშაღლონტს მსმენელები და პაციენტები. ესა ლაშაღლონტი. ეგია, მაგრამ ეს შეცხადება რა შუაშია? ვაფიქრებინოთ რომ დადებითი განწყობით ვართ. ლაშაღლონტი ერთი შეხედვით მომღერალს არ გავს. არც მეორე შეხედვით. ლაშაღლონტის სიმღერები ხალხს მოტივაციას აძლევს. ამან თუ შეძლო ჩვენ შევძლებთო.
ლაშაღლონტი ისე მაგრად ღერის, ნეტავ ეგრე მაგრად მე ვჩეკვავდი. ონიშე, მოდი შევაქოთ, იქნება ზაფხულში ბათუმში დავყვათ იგივე. მიდი დაიწყე. შენ დაიწყე. გონი ჯობია ქობულეთში დავისვენო. ბატონი ლაშა, თან ქირურგია და თან მომღერალი. ვერ გავიგი ამ კაცის დანახვა უნდა მიხარდეს თუ მწყინდეს. ლაშაღლონტმა სამედიცინოში სწავლა რო დაამთავრა 4 ინდოელის ადგილი გათავისუფლდა. ნეტა როგორი ექიმი იყო? კლინიკიდან ესტრადაში წავიდა და ვერ ხვდები როგორი ექიმი იქნება. ერთხელ ლაშაღლონტის პროფესიები აერია და საავადმყოფოში პაციენტებმა ფული რომ იცეს, სიმღერა დაიწყო. მაგას ახლაც ვაგრძელებ. გადასარე პრაქტიკა. ლაშაღლონტს ოპერაციის დროს პაციენტის მუცესში ტელეფონი ჩარჩა. თუმცა საგანგაშო არაფერია. ის ტელეფონი ისედაც ველმოდური იყო. გუგა, ლაშაღლონტი ალილოს კონცერტზე თვალდახუჭული ატომღერის. გია დავითიანი რო არ დაინახოს. ლაშაღლონტი არის მომღერალი, რომელსაც ყველაფერი კარგი აქვს. სმენაც, რიტმის და მადაც. ჩემი არ იყოს, ლაშაღლონტს დიდი ხანია თასმებთან შეხება არ ქონია. არ მიყიდია თასმებიანი რამდენი ხანია. კვა უნდა იხმარო. ბატონი ლაშას კონცერტზე წინა რიგის ბილეთები უფრო იაფია, მაინც ხარში გამოხტომის რისკია და. ბატონი ლაშა დიეტაზე დაჯდა. ეთყობა მალევე წამოდგა. ლაშაღლონტმა ბარიატრია რომ გაიგეთოს, ნაშაღლონტი გახდება. ლაშაღლონტმა პირველი ალბომი 2012 წელს გამოუშვა. 2012 წლამდე რა საკეთებდა? გადადი შემდეგზე. ერთხელ ლაშაღლონტმა მანდილოსან სერენადა უმღერა. იქიდან ჩაეყარა საფუძველი ცნობილ სიტყვებს, მოდი მეგობრებად დავრჩეთ. ლაშა სახლში ნაკლებად მღერის. სწორია, ყველა ქართველი ოჯახის ბედნიერებაზე უნდა ზრუნავს. ბატონ ლაშა, თუ რამე გეჭყინათ, ახლა არ გვითხრათ. რო გავისდებით, მერე გითხარით. გეტყვით, მაშინ პატარები ვიყავითო. აბა, გამყარდა დიპლომატიური ურთიერთობა ბათუმსა და ჭიათურას შორის. გამყარდა დიპლომატიური ურთიერთობა, რა თქმა უნდა, არაფერი არ მეწყინა, იმიტომ რომ ყველაფერი სიმართლე იყო. რა უნდა ვწყენოდა? ისე სიმართლე უფრო წყის ხოლმე ხალხს ზოგადად. არა, სიმართლეები იყო, რა თქმა უნდა და კიდე ხა როგორც გურულმა და ენაკვიმადმა დავინდი ხა აიბაღნები და შევეგავათი. პატარები არიან. და გეიზარდონო და გეიზარდო და როგორც თავიდან თქვენ. ამიტომ თან მარშრუტკაზე არ დააგვიანდეთ არ ინერვიულობ, გავისტუმროთ კი ბატონო. დიდი მადლობა გუგადაონისე, გაიხარეთ. და შემოლაშე, შენ კი გეტყვი რომ ზოგადად ხალხურ მედიცინაში სიმღერა გამოიყენება როგორც სამკურნალო საშუალება და ისენ უწახვალ აქედა რომ ჩვენც არ გვიმკურნალო და ერთი სიმღერით არ გაგვილამაზო ჩვენი დღევანდელი საღამო. მე უბრალოდ ერთი რაღაცა მინდა ვთქვა, ბევრჯერ მithქვამს და აქაც მინდა ვთქვა, რომ რატომღაც ამ სევდიან სიმღერებს მიწერენ, ეთყობა ექიმი რო ვარ და სათვალე რომ მიკეთია, სერიოზული გონი ვარ და გაუბედურებულ სიყვარულზე და მარიო ჩიმარო რაღაცა სიმღერებს მიწერენ ხოლმე. მარიო ჩიმარო მომწონს. ხო, ეს სიმღერა რომელიც ახლა უნდა ვიმღერო ფორმატით ამ გადაცემას არ მიესადაგება, იმიტომ რომ ცოტა სევდიანი სიმღერაა, მაგრამ მაინც ძალიან ჩემი უსაყვარლესი სიმღერა ნუკრი კაპანაძე. ნუკრი კაპანაძე მღეროდა ადრე გენიალურად და მთელი ცხოვრება ვგიჟდებოდი ამ სიმღერაზე და ქალბატონ ლიკა ჩაჩხიანს კომპოზიტორს თხოვე და ტექსტის ავტორს და ნუკრისაც დაურეკე და ნუკრის მოვიკითხოთ აქედან რა თქმა უნდა დიდი სიყვარული და ნუკრის თხოვე რომ არასოდეს არ მისულვარ და შენი სიმღერა რაღაცა აი რაღაცნაირად მომხვდა გულზე ეს სიმღერა ბავშვობიდან, ახალგაზრდობიდან გამختარი რო ვიყავი მაშინ. ხო და იქედან მოყოლებული მიყვარს ეს სიმღერა და ეხლა ჩავწერე და მინდა რომ მოგასმენინოთ. სიამოვნებით რა თქმა უნდა. შენი სითბო გულს მოაგონა
დეკემბერიც კარს მომადგა აფრენილმა თოლიებმა შენი სახე მომანადრა არ მოხვედი აღარ ვნახე აღარც გახსოვს ჩემი სახე აბა როგორ დავიჯერო წუხელს სიზმარშიც არ ვნახე ისევ მოვლენ პანტელები შარშან ერთად რომ მოვათოვე მოვდიოდით მე და შენ და სიცივეც კი არ გვახსოვდა შენთან ყოფნა მე მათქონდა შენი ალერა სიმათოვდა ისე ძლიერ მიყვარხარო შენი თვალები ამბობდა აბა როგორ დაგიჯერო აბა ვის რა დავუჯერო ისე ჩუმად წახვედი რომ ვერ ვახერხებ გაგებულო მაგრამ უკვე აღარ დარდო რადგან ვიცი კვლავ მემნატრო ჩემი სიმღერები გათბობს მე კი შენი სუნთქვა მათობს ისევ მოვლენ პანტელები შარშან ერთად რომ მოვათოვდა მოვდიოდით მე და შენ და სიცივეც კი არ გვახსოვდა შენთან ყოფნა მე მათქონდა შენი ალერა სიმათოვდა ისე ძლიერ მიყვარხარო შენი თვალები ამბობდა არ მოხვიდე აღარ ვნახო ნურც თვალებით ნუ გამათბო რადგან ვიცი კვლავ გიღავარება ისიც ვიცი სულ მემნადრო დიდი მადლობა ჩემო ლაშა, ჩვენი სტუმარი იყო სიმღერით მკურნალი ლაშა ღლონდი.